ნანი წულაიას ჩავთავთ პირდაპირ ეთერში, მას დაბადების დღე აქვს. დღეს პირველ რიგში მილოცვით დავიწყებთ. გილოცავთ ძალიან დიდი პატივისცემით. ხნეობას გისურვებთ, თქო უნდა გითხრათ, მაგრამ მთელი დღეა გაკვირდებით და ამ უმძიმესი დღის მიუხედავად, რაც სასამართლოში მოხდა, თქვენ ძალიან მხნეთ ხართ და პირიქით რაღაცნაირად მოტივაციას გვაძლევთ თქვენი შემოქმედებით. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ბოლოს სიტყვები, რაც მოვისმინე თქვენგან სასამართლოში, როდესაც შევხვდით ერთმანეთს, იყო ის, რომ ჯერ ერთი გამოარიდეთ ახალგაზრდები აგრესიულ მანდატურებს დაიცავით ისინი და უთხარით, რომ ყველას ელოდებით ოჯახში, ანუ რუსთაველზე. როგორ შეგხვდათ თქვენ თავად რუსთაველი დღეს აქციაზე იმყოფებით? განსაკუთრებული დღეა დღეს. რუსთაველზე როგორც ყოველთვის სხვა ემოცია, სხვა სიყვარულია, ნამდვილი ქართული პატრიოტული სულია ეხლა რუსთაველზე. ასეთი განსაკუთრებული დღე მე არასოდეს არ მეკრებოდა. ამდენად სიყვარულს ვერასოდეს ვერ მივიღებდი. მადლობა გიორგი მინდაძეს, ეს სიყვარული ჩემამდე რომ მოიყვანა. ჩემ უსაყვარლეს ვაჟკაცს. მადლობას უხდი ამის გულისთვის და სათითაო თითეულ ადამიანს, ვინც დღეს სასამართლოს ეზოში იყო, ვინც მელოდებოდა რუსთაველზე, ეხლა ჩემ გვერდით არიან. უზომოდ მიხარია, უზომოდ მიყვარს უყველა და სუყველა ჩემი გულის ნაწილი და ახლობელი. ქალბატონო ნანი, თაიგულებით დაგვხვდნენ, როგორც ვხედავთ და საჩუქარი გიჭირავთ, მგონი ხელში თუ არ ვცდები, ხო? ნახატია. თქვენი სახელი აწერია, აბსტრაქცია, რაღაც თუ არ ვცდები, ხო აკეთე. კი. უკან არის მილოცვა, ჩვეულებრივ გაკეთებული აქვს. მომავალ წელს გიოსთან ერთად შეხვდები და ჩვენთან ერთადო და წინა აქ გაკეთებული ეგრეთ აბოს. ულამაზესი საჩუქარი მომართვა სამახსოვრს. ყველაზე დიდი საჩუქარი რა იქნება თქვენთვის? ყველაზე დიდი საჩუქარი? ყველაზე დიდი საჩუქარი იქნება ჩემთვის საქართველოს რო დავინახავ თავისუფალ, გამწყინებულს და გაერთიანებულს. ქალბატონ ნანი, ჩვენ გვექნება ცოტა ხანში აი დაშიც თქვენ შეხვდნენ, ხო თქვენ სიტყვებს ახლა როგორც გვესმის ახლა საზოგადოების რეაქცია თქვენს პასუხზე. უთხრათ მაყურებელს, ნაწილმა უკვე იცის ჩვენი დღის განმავლობაში საინფორმაციო გამოშვებების ეთერებიდან, რა ვითარება იყო სასამართლოში, რა დაგახვედრათ სისტემამ ადგილზე და იყო თუ არა თქვენთვისაც დღეს გამორჩეული მანდატურების აგრესიულობა, რითი ახსნით ამას? ყველაზე საუკეთესო საჩუქარი გააკეთა გალუსტაშვილმა 5 წელი მაჩუკა. შვილისთვის ამაზე მეტი საჩუქარი, რავი რა გინდათ, ვერავინ ვერ მოიფიქრებდა ამას. ქალმა რომელმაც დედას დაბადების დღეზე 5 წლით დაუსაჩუქრა შვილი, უსაყვარლესი პიროვნება, რომელიც დედაშვილის სიყვარულს ვერასოდეს ვერ გაიგებს. ამ სიყვარულს, რაც გიორგი და მე გვაკავშირებს, ვერც ვერავის აუხსნი, ვერც გადმოვცემდა ცივსისხლიან გალუსტაშვილს მით უმეტეს ვერაფრით ვერ მივახვედრებ. მანდატურებს კიდე რაც შეეხება, ძალიან აგრესიულები არიან. დღეს ხმამაღლა უთხარი, ვამბობ ეხლაც ვინც მესრებოდა, ყველამ გაიგორო. 7 თვის განმავლობაში ხმა არ გამიღია, არ გაბედო ჩემთან მოსული ხალხი, რო დამიზარალოთ თქო გავაფრთხილე, მაგრამ მე რო შევედი მაინც გამილახეს ხალხი, მაგრამ ბოლო ჩავხვიე ჩემ შვილებს ხელი და წამოვედით რუსთაველზე სუყველა ერთად. მაგათი საცემი, მაგათი დასაშინებელი არავინ არ არის საქართველოში, ვერც მოგვერევიან, ვერც შეგვაშინებენ. ჩვენ ერთიანად ვიქნებით სუყველა და ამ დიდ სიყვარულს ვერ გაითავისებს ჩვენი დღევანდელი მთავრობა, თუ არის მთავრობა. ხო, ქალბატონო ნანი, ჩვენ ვხედავთ, რომ ამ დიდ ოჯახში, რასაც თქვენ რუსთაველზე შეკრებილებს უწოდებთ და ამ ურთიერთობაში ბზარის შეტანა სხვადასხვა გზით ცდილობენ. ახლა მიმდინარეობს მსჯელობა, თითქოს ქართული ოცნების ერთ-ერთი ტაქტიკა იქნება პატიმრებს აიძულოს ეგრეთ წოდებული პრეზიდენტისთვის შეწყალების მოთხოვნა. არის ამაზე მსჯელობა უკვე საზოგადოებაში, რადგან დღეს იმავე ნინო გალუსტაშვილმა მოსამართლემ, რომლის სახელიც და გვარიც, მისი სახეც ყველამ კარგად უნდა დავიმახსოვროთ, თქვენს შვილს უთხრა, რომ თუ მას სურს თავისუფლებაზე ყოფნა, პრეზიდენტს უნდა მიმართოს თურმე შეწყალებით. თქვენ რას უკავშირებთ ამ ყველაფერს? ეგ რა შეთანხმებული მოტივია ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩვენი მთავრობისგან ვერ გაიგებ გულში რა ჩადებული, მაგრამ ვერავინ ვერ
გააკეთებს იმას, ვერც დაიყოლიებ ჩვენ შვილებს, ჩვენი შვილები ვაჟკაცები არიან, ვერაფრით ვერ შეაცდენენ და ვერაფერზე ხელს ვერ მოაწერიდებენ, ვერასოდეს. ამაყად დაიცავენ საქართველოს სიყვარულს და გამოვლიან გმირება ჩვენი შვილები. ქალბატონ ნანი, მოდით კიდევ ერთხელ ვუთხრათ მაყურებელს რეალურად რა დევს იმ საქმეში, რომლითაც დღეს განაჩენი გამოუტანა გალუსტაშვილმა 5 წელი თქვენს შვილს. ცოტა მეტი კიდევ მოგვიყევით მის პიროვნებაზე და ის, რასაც ედავება დღეს სისტემა ერთის მხრივ და მეორე პროპაგანდა, როგორც ცდილობს, რომ ის კრიმინალად გაასაღოს სინამდვილეში, რა არის ის, რაც შეიძლება და გიორგის ჩაედინა, რას ედავებიან, რა დევს მის წინააღმდეგ და რა არის მტკიცებულებები დაცვის მხარეზე. აი ესეც მნიშვნელოვანი კომპონენტია, რომ საზოგადოებას შევახსენოთ ხოლმე. გიორგის სასამართლოებიდან გამომდინარე, დამსწრე საზოგადოებას უყველას, ვინც ყოფილა გიორგის სასამართლოზე, შეუმჩნევია თავისუფალი თვალით დასანახი არის, რომ ვერც ვერაფერი დაუმტკიცეს, ედავებიან პიროტექნიკის როლას, რომელიც სხვა კადრებია და გიოს ხელიდან ნასროლი არ არის, ვერც ექსპერტიზამ დაამტკიცა ვერაფერი, ვერც დაზარალებულმა აღნიშნა ვერაფერი, მაგრამ მაინც გამოუტანეს განაჩენი 5 წლის. ქალბატონ ნანი, რეალურად როგორ ფიქრობთ, 5 წელი მართლაც მოუწევს ამ სასჯელის მოხდა გიორგის, თუ გაქვთ ისეთი ცვლილებების მოლოდინი, რამაც შეიძლება სინდისის პატიმრების თავისუფლება უზრუნველყოს და რას ემყარება ეს იმედი? აი დღეისდღეობით ვინც მიყურებთ, ყველა შემამჩნევთ სახეზე, რომ ეს 5 წელი ჩემთვის ვიცი 5 დღესავით იქნება ეს ყველაფერი, მალე დასრულდება, არც არაფრიც მეშინია. ამით გულს არ ვიტკენ ჩემს სტენდიან გულს, სანამდისაც იქნება და სანამ ჩვენ დავამხობთ ამ რეჟიმს და გავალთ ბოლომდე, მანამდე ვიქნები შემართებით, გიორგისაც გაუმაგრებ გულს, ყველა პოლიტპატიმარს, არაფრის არ მეშინია, ვიბობოქრებ და მივაღწევ ჩემს საწადელს ბოლომდე. ქალბატონო ნანი, ჩვენ ვიცით, რომ განაჩენის გამოცხადების შემდეგ ციხიდან გიკავშირდებოდათ გიორგი, მაგრამ თქვენ მედიასთან კომენტარს აკეთებდით და ვერ უპასუხეთ. შემდეგ ხომ არ ყოფილა მცდელობა კიდევ დაკავშირების? არა, მე არ დაურეკია. ექსი ამოვნება არა გვაქვს ჩვენ ქვეყანაში, რომ მეორედ და მესამედ გადმორეკვის უფლება გქონდეთ. ხო, ალბათ ძალიან ბევრ შეშურდებოდა თქვენი გამძლეობის შემართების. დღეს თქვენ რაც ნახე კადრებში სხვებს მოუწოდებდით სიმშვიდის ცდილობდით, რომ პროვოკაცია რაც მოაწყო დღეს მანდატური სამსახურმა, მე პირდაპირ ასე ვიტყოდი, ამ პროვოკაციის მსხვერპლი არ ყოფილიყო, იქ მყოფი ახალგაზრდობა და მათ მოუწოდებდით, რომ გამოსულიყვნენ გარეთ და წასულიყავით ყველანი რუსთაველზე. მინდა კითხოთ, ხო, ამ ყველაფრის ალბათ საფუძველი არის გიორგის მოწოდებები თქვენ მიმართ და სატელეფონო საუბრები. ის მოწოდება იყო мотиваცია მაგისი, რომ ჩვენ სულ ყველა მშვიდად შევხვედროდით განაჩენს, წყნარავთ ყოფილიყავით სიმშვიდე შეგვენარჩუნები და ზუსტად ასე თქვა სრული სიტყვის მნიშვნელობით. თქვენ ბიჭებს ჭირდებით. ბოლომდე უნდა იყოთ ჩვენს გვერდით, მშვიდად და წყნარად იყავით. მე რო გავიხედე და საქმის მსვლელობას რო შევხედე, ვიცოდი რომ ამათთვის დასაზარე რომ დაეზიანებიდან თვინმე მაგის უფლებას ვერ მივცემდი. ეს სტუდენტები როგორც გიორგია ჩემთვის, ისია სუხველა ვინც გვერდში მედგა, მინდოდა რომ უნებელი გამოსულიყო იქიდან. სინამდვილეში მე რო გამოვედი, მე არავინ არ დაზარალებულა, მანამდე რაც მომასწრეს, უფალი გადაუხდის იმის სამაგიეროს სუხველას, ყველა მანდატურსა, ყველა მთავრობის წევრს, ვინც ცდილობს რომ ჩვენ გული გვატკინოს და დაგვარბიოს. გიდასტურებთ, ნამდვილად ასე იყო, იქ ვიყავი, როდესაც თქვენ სასამართლოს სხდომათა დარბაზში იყავით, მაშინ მოხდა ეს ყველა ინციდენტი და ბოლოს აი მართლა ძალიან ამაღელვებელი იყო ეს კადრები, რომელსაც მაყურებელი ახლა უყურებს და რეპორტაჟშიც ნახავს, როგორ შეხვედით ეზოში და სათითაოდ ყველა ახალგაზრდა გამოიყვანეთ, რომელიც პირისპირ იდგა აგრესიული მანდატურების წინაშე. ქალბატონ ნანი, ბოლო კითხვასაც დაგისვამთ. მაყურებელს მაინც უთხრათ, რა ხდებოდა უშუალოდ განაჩენის გამოცხადების წინ. აი გიორგის საბოლოო სიტყვა შემაჯამებელი როგორი იყო, ამაზე გითხარით მოკლედ. საოცარი სიტყვით დაგვემშვიდობა გიორგი. არ დაუმალავდა იმასაც გეტყვით,
თქვა ხმამაღლა ისე უმხნეობა ბიჭების გვერდით დგომა და ესეც დაგვიბარა გიორგი ხმამაღლა და უნდა გავაჟღერო არავის არ ეწყინოს ვერავის ვერ გაუფრთხილდები ვერავის ვერ მოვეფერები ბიჭების 99% ამბობს ლელო არ შევა არჩევნებში ხო, ეს ძალიან საინტერესო მოწოდება იყო და ნახოთ ამ მოწოდებას რა გამოხმაურება მოჰყვება ლელოდან, რომელიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია. დაველოდოთ და ამასთანავე ვეტყვი მაყურებელს ახლა ხედავდით ჩვენ გიორგის ნამუშევარს ნახატს სადაც ჩანს მის წერილთან ერთად ის სულისკვეთება მისი ხედვა რა უსამართლობას აქვს ადგილი სასამართლოს სტუმართა დარბაზში ძალიან მოკლედ კიდევ ერთხელ დაგემშვიდობებით აქვე მაგრამ მოგილოცავთ დაბადების დღეს ვიცით რომ დღეს სანთლები ჩააქრეთ ტორტზე რუსთაველის გამზირზე ალბათ ასეთი რთული და მეორე მხრივ ასეთი რაღაცნაირად განსაკუთრებული ემოციური დაბადების დღე არ გქონიათ და ის ერთიანობა რაც იგრძნობა ახლა თქვენი ირგვლივ უნდა შევინარჩუნოთ და უფრო გავაფართოვოთ. რა თქმა უნდა, ხნედ ვიქნებით, ყველა დედა მხნედ იქნება, ყველა პატიმრის ოჯახის წევრი მხნედ იქნება და ნამდვილად ჩვენ როგორც ვთქვით ერთიანად ჯაჭურად ხელჩაკიდებულები სამართალს მოვიტანთ ურემი კი დააგვიანებს მოსვლას მაგრამ ჩვენ უფრო ჩქარა მოვიტანთ ხელჩაკიდებული ამ სამართალს დიდი მადლობა იმ მხნეობისთვის სიმამაცისთვის დაუღალავი მათ შორის კომუნიკაციისთვის მედიასთან რომელსაც ყოველთვის იჩენთ და უარს არასდროს არ ამბობთ ამ საჯაროობაზე აღარ ესმოდა ნანი წულაიას ჩვენი სიტყვები მაგრამ დავუდასტუროთ პატივისცემა და ასევე სოლიდარობა სინდისის ყველა პატიმრს